ყველაზე მსხვილი მულტიბრენდული ცენტრი საქართველოში. საღამოს ეთერის სპონსორია შეპეს Star Group Posta. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები. რვიანი დაბრუნდა ეთერში შემდეგი სტუმარი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სამშვიდობისა ქალბატონ თამარ მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას ჩვენ ვსაუბრობთ ფორმატზე რომელიც უკვე ყალიბდება და განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორ აფასებთ პირველ რიგში იმ ნაბიჯს რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადადგა დღეს და განცხადებაც გააკეთა რომ ის არ მიიღებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ალბათ თამარის ხმა მგონი არ გვესმის სამწუხაროდ თუმცა ჩვენ გავასწორებთ ამ ხარვეს იმედია მოდით ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვინ მიიღებს კომისიის მონაწილეობაში მუშაობას ბიურომ ამ თემაზე უკვე იმსჯელა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილება და კომისიის დებულება უკვე მზად არის აქ საუბარია იმაზე რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ის პარტიები და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას განხილვის პროცესში, რომელთაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ მიიღეს ამორჩეულთა ხმების 3% მაინც. ამას გარდა პარლამენტში მყოფ პარტიებს მიღებული მანდატების რაოდენობის პროპორციის შესაბამისად ექნებათ კვოტა საკონსტიტუციო კომისიაში ქართულ ოცნებას 23 წევრი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 წევრი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 1 წევრი, ასევე წარმოქმნილი იქნებიან სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები, როგორც არის უზენაეს სასამართლო, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და ასე შემდეგ. ორი ადგილი იყო განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს ამბობს ამ ორი ადგილის გამოყენებაზე. თამარ ჩუგოშვილის ხმა, როგორც ვიცი, გვაქვს და ქალბატონ თამარს მოვთქვით პირველ რიგში როგორ აფასებს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მოგესალმებით, იმედია ისმის ამჯერად ხმა. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა და მე მგონი რომ ძალიან არასწორი და ჩვენ მე პირადად იმედს გამოვთქვამ რომ გადახედავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას და შეცვლის, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ჩვენ დიდი იმედი გვქონდა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები და შეიტანდნენ თავიანთ წვლილს. და მგონი რომ მნიშვნელოვანი არის რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენელი როგორც არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდეს. და ძალიან სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება, რაღაცა ისე იქნა პირობა დაყენებული რომ ანუ თუ ჩვენ ხელმძღვანელობას არ განვახორციელებთ და მართვას ამ პროცესის, მაშინ საერთოდ აღარ მივიღებთ მონაწილეობას, რაც არ ამგონია რომ სწორი დამოკიდებულება იყოს სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ და არ მგონია რომ ეს ზოგადად მთლიანად აი ეს მნიშვნელოვანი საქმისთვის რომელსაც ვიწყებთ ჩვენ და ეს არის ქვეყნის საქმე და ეს არის ჩვენი პირადი საქმე ამ პროცესში რაღაცა პოზიტიური როლს ასრულებდეს. ამიტომ დღეს გავიგე სხვა ეთერიდან რომ როგორც გახდა ცნობილი თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს რომ მიიღოს მონაწილეობა საერთო სახალხო განხილვებში, მაგრამ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა თვითონ კომისიის მუშაობაში. ეს კიდევ უფრო დამაბნეველი და უცნაურია, იმიტომ რომ თუ კი ადმინისტრაციას ასე ვთქვათ უნდა მიეღო თავად ცვლილებების შემუშავებაში მონაწილეობა, ამაზე ამბობს უარს, მაგრამ შემდგომ მოგვიანებით, მას შემდგომ რაც დამთავრდება მუშაობა და მას შემდგომ რაც მოხდება ინიცირება, მერე მიიღებს უკვე საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას, მით უმეტეს მე მგონი დამაბნეველი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის ზუსტად რა პოზიციაზე არის ინსტიტუტი. ამიტომ
მე იმედს ვიტოვებ, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ჩვენი მიდგომა საკითხის მიმართ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი მართველი პარტიის მიერ შემუშავებაც მოხდეს და ინიცირებაც და მიღებაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ხმები, მიუხედავად ამისა, ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს ამ პროცესის მიმართ პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალური გახსნილობის და ჩართულობის მომხრე და თქვენ როგორც წაიკითხეთ კომისიის შემადგენლობა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი არის ჩვენს მიერ მოწვეული ამ პროცესში და პირიქით გვინდა რომ რაც შეიძლება ფართო ჩართულობის შედეგად იქნას გადაწყვეტილება მიღებული. რა პრობლემა დაინახეთ? აი, იცით რა მაინტერესებს პირველ რიგში, ვიდრე გადავალთ შემდეგ საკითხებზე, რა პრობლემა დაინახა უმრავლესობამ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ იმაში, რომ თანათავმჯდომარის პოზიცია ჰქონოდა საქართველოს პრეზიდენტს. რა ხელისშემშლელი ფაქტორი სდევდა ამასთან? იცით რა არის, ანუ საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ცხადად ადგენს, ვის აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ვინ შეიძლება რომ საკანონმდებლო პროცესის ასე ვთქვათ სათავეში იდგას. წინა კონსტიტუციით და წინა წლებში პრეზიდენტსაც ჰქონდა ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია და საქართველოს პარლამენტის გარკვეული წევრთა გარკვეული რაოდენობა არის ის, ვისაც შეუძლია რომ ასე ვთქვათ ინიცირება პროცესის საკანონმდებლო ცვლილებების მოახდინოს. ამიტომ ჩვენ გონია რომ მიუხედავად ანუ რაღაც თითქოს პედალირება ხდება იმაზე ადმინისტრაციის მხრიდან რომ თითქოს კანონმდებლობა ზუსტ რეგულაციას არ ადგენს იმისა რომ მაინდა-მაინც პარლამენტში უნდა იყოს და ამიტომ არ უნდა იყოს მაინდა-მაინც პარლამენტში მე პირიქით მგონია რომ ეს მათი ლოგიკის საწინააღმდეგო არგუმენტი არის იმიტომ რომ კანონმდებლობაში რა თქმა უნდა არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესები იმიტომ რომ ასეთი კომისიების მუდმივად შექმნის საჭიროება ფიზიკურად არ უნდა არსებობდეს და ძალიან სამწუხაროა რომ უკვე ჩვენმა ქვეყანამ უკვე რამდენიმე ასეთი კომისია გაიარა, მაგრამ ზუსტად კანონმდებლობის სულისკვეთება, ზუსტად ის რეგულაციები, რომლებიც ჩვენ სხვადასხვა ნორმებში გვაქვს, გვეუბნება იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ორგანო, რომელსაც აქვს სრული მონოპოლია წესების და კანონების შემუშავებაზე და პრეზიდენტს ის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც მანამდე გააჩნდა, ეს აღარ გააჩნია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პარლამენტი იყოს წამყვანი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ არ იყოს სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები პროცესში ჩართული, როგორც უკვე გითხარით, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი და ღია პროცესის მონაწილე და როდესაც არც კი დაწყებულა პროცესი და უკვე ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომ გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ასეთ პროცესს, მე არ მგონია, რომ ეს მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნისთვის სწორი პროცესი არის და მე არ მგონია, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რაღაცა ცოტა ემოციურ გადაწყვეტილებას გავს, შეიცვლება რაციონალური გადაწყვეტილებით და პრეზიდენტი წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და თავიანთ პოზიტიურ წვლილს შეიტანენ იმაში, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ კონდეს ნამდვილად კარგი კონსტიტუცია, რომელიც ყველა საპარლამენტო გუნდის ცვლილებასთან ერთად თავიდან არ დადგება კითხვის ნიშნის. გაბატონ თამარ, თქვენ ახლა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეთ და მთავარ მიზეზად იმისი, რომ თავმჯდომარე ვერ იქნება პრეზიდენტი ამ კომისიის, ის რომ მას არ აქვს ინიცირების, საკანონმდებლო ინიცირების უფლება კონკრეტულ შემთხვევებში. მაშინ ამ ლოგიკით წევრი როგორ უნდა იყოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან სხვა უწყებების წარმომადგენლები ინიცირების უფლება თუ მარტო პარლამენტს აქვს, მაშინ სრულიად პარლამენტის შემადგენლობას მიეცა ამ პროცესის პარლამენტი და არავის კანონებს იღებს. კი, მესმის კითხვა, პარლამენტი როდესაც კანონებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიღება მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება არის, ეს არ ნიშნავს, რომ აი ამ კანონის მიღების პროცესში ის არ ელაპარაკება ძალიან ბევრ სხვადასხვა პირს, ხომ დამეთანხმებით. რა თქმა უნდა, კანონს საბოლოო ჯამში კენჭი შეიძლება უყაროს მხოლოდ პარლამენტმა და პარლამენტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ აი ამ კანონის სამუშაო ფორმატში, აი ამ კანონების შემუშავების პროცესში ძალიან ბევრ სხვადასხვა აქტორთან აქვს საუბარი. აქვს საუბარი თემატურ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების
უფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სფეროს ექსპერტებთან, თავად იმ პირებთან, ვისაც ეხება კანონმდებლობა და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად ის, რომ პარლამენტმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც არის კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება, განახორციელოს მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და ისე რომ სწორედ აქ ჩნდება კითხვა, ქალბატონ, რა თანათავმჯდომარეობის პოზიციის ქონის შემთხვევაში პრეზიდენტი რატომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას ამ პროცესში, როგორც არა ინიციატორი კანონმდებელი ამ შემთხვევაში, არამედ როგორც დამხმარე კანონმდებლობის. ჩვენ საუბრობთ კი ბატონო, როგორც კანონმდებლობის შემუშავებაში, ასე ვთქვათ, საკონსულტაციო მნიშვნელოვანი როლის მქონე, ის ფორმატი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სრულად უზრუნველყოფდა აი ამ ფორმით ჩართულობას. რაც შეეხება იმას, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელიც იქმნება ამ კომისიის მიერ შემუშავებული, აი ამ პროდუქტის ინიცირების პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა. ხომ ასე არის, იმიტომ რომ სხვა ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამიტომ საბოლოო პასუხისმგებლობა მთელ აი ამ სამუშაო ფორმატზე ეკისრება ისევ და ისევ პარლამენტს. აქ პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, თანათავმჯდომარედ წარმოდგენის ინიციატივაც იყო, მაგრამ ისევე როგორც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს ასეთი ინიცირების უფლება არ გააჩნია კანონმდებლობით. აი ეს პასუხისმგებლობაც და უფლებამოსილებაც, რომ საბოლოო პროდუქტზე აიღო პასუხისმგებლობა და მიიტანო, ასე ვთქვათ, აქციო საბოლოო პროდუქტად, ასეთი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საქართველოს პარლამენტს. ანუ შესაბამისად, მე მგონი, მე არც მესმის, რატომ გახდა საჭირო აი ამხელა აურზაურის შექმნა რაღაცა თემიდან, რომელშიც აი საერთოდ არანაირი პრობლემა არ იყო. საერთოდ აი მოწმენდილ ნიადაგზე და მოწმენდილ ცაზე აი ამხელა გაუგებრობის და აი ამხელა ალიაქოთის შექმნა ნამდვილად არ მესმის. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ქვეყანას კონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არის სწორი პროცესი უზრუნველყოფილი და ყველას შეგვიძლია აი ამ პროცესში ჩავერთოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თუ ჩვენი მიზანი არის, რომ ხელი შეუშალოთ რაღაცა კარგის გაკეთებას და ნორმალური პროცესის გზით კონსტიტუციის შემუშავებას, ამას კი ბატონო შეგვიძლია ხელი შეუშალოთ, მაგრამ ქალბატონ თამარ, აი რა აქვს პრეზიდენტს мотивაციად, როდესაც თქვენი აღქმით ის შეიძლება ხელს უშლიდეს ამ პროცესს, რა შეიძლება იყოს მისი მთავარი мотивატორი? მე არ ვიცი ადმინისტრაციამ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, არ ვიცი, ალბათ გასაგები არის, რომ სურვილი იყო, რომ მაინდა-მაინც ასე ვთქვათ, რაღაც ამ პროცესის მართვაში ყოფილიყო ჩართული და როგორც კომისიის წევრის რაღაცა არ ვიცი, ეთყობა ეს რაღაცის გამო არის მიუღებელი, მაგრამ უბრალოდ სწორი არ მგონია, მე სხვა ადამიანების მოტივებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილებად სწორი არ მგონია ნამდვილად. რაც შეეხება პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხს, ასესვამს და არასამართლებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ამ თემას, როგორც ადმინისტრაცია, ასევე ოპონენტთაწრე, დააკლდება თუ არა პოლიტიკური ლეგიტიმაცია კომისიას, რომელიც იმუშავებს სრულიად უადგილო არის სიტყვა ლეგიტიმაციის ხსენება ამ პროცესში, ჩემი აზრით, სრულიად უადგილო მგონია სიტყვა ლეგიტიმაციის მოტანა ამ პროცესში. პროცესი არის ყველა შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, ვინც არ უნდა მიიღოს ჩართვის ან არ ჩართვის გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი არის ლეგიტიმური. სასურველი არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და მეტმა უწყებამ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ამისკენ ვართ მომართული. თუ არ არის დაინტერესება, რა ვიცი, მე მგონი, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის რთულია გაგება, რატომ. ფართო განხილვის ინიცირება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამას გააკეთებს, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ამ პროცესს შეუწყობს ხელს პარალელურ რეჟიმში. თქვენ როგორ ფიქრობთ? და სხვა შორის აქ გიორგი აბაშვილმა, მისმა წარმომადგენელმა კატეგორიულად აღნიშნა, რომ ეს არ არის ცალკე ფორმატი, ეს არის საკონსტიტუციო ჩარჩოში მოქმედება და საჯარო განხილვებისთვის ხელის შეწყობა. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ფორმატს, როგორც რაღაცა ოპოზიციური კრიტიკული მოსაზრებების აკუმულირებისთვის აუცილებელ, თქვათ, ნაწილს, თუ როგორც თქვენი ინიციატივების ხელის შემშლელს, რაღაცნაირად ახალ ბარიერს, რომელმაც შეიძლება პროცესი შეაფერხოს. იცით რა არის, არა, ასე მე პირადად ასე არ აღვიქვამ პირიქით. ჩვენ მომართულები ვართ იმისთვის, რომ ძალიან ფართოდი საზოგადოებრივი და საჯარო დისკუსიები გაიმართოს ამ პროცესზე. არავინ არ აპირებს ამის დაშავებას და გაფუჭებას, რომ მე დისკუსიის და განხილვის ეშინოდეს, ხომ? არავის ეს განზრახვა არ აქვს. პირიქით ვაპირებთ, რომ უკეთესობისკენ გადავდგათ ნაბიჯები და კარგი კონსტიტუცია გქონდეს ჩვენ ქვეყანას და რაც უფრო ფართო მსჯელობა იქნება, მხოლოდ მივესალმებით. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა უმნიშვნელოვანესი რამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რაც არავის არ უთქვამს, ასეთი ვალდებულება არავის არ აუღია აქამდე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება სრულად გათვალისწინებული და მათი ესეთი პრინციპული წინააღმდეგობის შემთხვევაში არ მოხდება თუ რასაც თქვა ვენეციის კომისია ჩათვლის მიუღებლად ასეთი რაღაცების შეტანა კონსტიტუციაში არ მოხდება. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ძალიან პრინციპულად წინააღმდეგი იყო ვენეციის კომისია კონსტიტუციის იმ ვერსიის, რაც ჩვენ გვაქვს გარკვეული დებულებების, მაგრამ არავის არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ პირიქით მომართული ვართ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოусმინოთ ვენეციის კომისიას, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველას მოსაზრებები, საბოლოო, ასე ვთქვათ, როგორც ყველაზე კომპეტენტური ორგანოს მოსაზრება ვენეციის კომისიას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ და ჩვენ საზოგადოებას პირიქით უფრო ფართო, რაც შეიძლება ფართო განხილვების პირობებში, ასე ვთქვათ, მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის შესახებ. გახსნილობის, განხილვების, ღიაობის და მეტი დისკუსიის შიში ნამდვილად არ გვაქვს, ასე რომ მხოლოდ მოხარული ვიქნებით ყველა ასეთ ფორმატში მონაწილეობს. დიდი მადლობა თამარ ჩუგოშვილს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს. თუ რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს და არ ემსახურება იმას, რომ პროცესს ხელი შეეშალოს. ეს რა თქმა უნდა, მადლობთ, რომელიც გვერდებოდა რუიანში და პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ არასამთავრობო სექტორისკენ ვინაცვლებთ ეკა გიგაური, ჩვენ შემდეგი სტუმარი საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოსთან სამშვიდობისა ეკა. მოგესალმებით, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას, ვიდრე საუბარს დავიწყებ, აუდიტორიას შევახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და არასამთავრობო სექტორს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ფორმატი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა უნდა მოხდეს. ალბათ ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო ბოლოსკენ ინტერვიუსი, თუმცა კონსტიტუცია იყო და მისი ცვლილებები ერთ-ერთი საკითხი განხილვის, სწორედ ამით მინდა ეკა გიგაურთან საუბარი დავიწყოთ. ქალბატონო ეკა, რა ტიპის რეკომენდაციები მიიღო თქვენგან საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც რაღაცა ტიპის კონფლიქტში შეიძლება ვთქვათ, რომ არის შესული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცით კონკრეტულ ცვლილებებზე კონსტიტუციაში ამაზე არ ყოფილა საუბარი, უბრალოდ დაფიქსირებული იქნა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია თვითონ ეს პროცესი, რასაც ქვია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, იყოს უფრო ჩართულობის ფონზე განხორციელებული, ასე ვთქვათ, ანუ უზრუნველყოფილი იქნას ჩართულობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ძალიან ისეთი შეცდომები არ დაუშვათ კონსტიტუციაში, როგორც შეიძლება დაშვებული იყოს მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჯგუფი გავლენას ახდენს პროცესზე და მათ ინტერესებში მიიღება ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, ხო? ამიტომ აი ეს რეკომენდაცია, რაც ჩვენ გქონდა ზოგადად, იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო მაქსიმალური ჩართულობა, რაზეც ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ეს ჩართულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები იქნებოდნენ ჩართულები ამ პროცესში. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ მან არ მიიღოს მონაწილეობა იმ ორი წევრის საშუალებით, რომელიც მისთვის არის გამოყოფილი ამ კომისიის მუშაობაში, არის თუ არა სარგებლიანი პროცესისთვის? მე ვფიქრობ, რომ არა, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნამდვილად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება ხედავს აი ესეთი ტიპის დაპირისპირებას პრეზიდენტს და პრეზიდენტის აპარატსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო სხვა შემთხვევებიც. მე არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ იყო დამნაშავე, ვინ იყო მტყუანი და ვინ იყო მართალი ამ პროცესში, მაგრამ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი. ცხადია, კარგი იქნებოდა თუ კი პროცესი ისე იქნებოდა ორგანიზებული, რომ აი ესეთ დაპირისპირებას ადგილი არ ქონოდა და შეიძლებოდა სხვა სტატუსით ყოფილიყო წარმოდგენილი პრეზიდენტი ამ კომისიაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ სტატუსით იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს იქნება ორი ადამიანი, ანუ ორი დამატებითი ხმა და მე ვფიქრობ, რომ იმ დისკუსიის პერიოდში, რომელიც გაიმართება ამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დამატებით კიდევ ორი ადამიანის პოზიცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გადაიზარდა იმაში, რომ ფაქტიურად ბოიკოტი მოხდა პრეზიდენტის მხრიდან ამ პროცესის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ იყო მტყუანი და ვინ იყო მართალი, უბრალოდ კარგი იქნებოდა მაინც, რომ ორი წარმომადგენელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან
ამ კომისიაში ყოფილიყო, იცით ძალიან ბევრი საკითხი იქნება განხილული, როგორც დაანონსდა, აქ შეიძლება იყოს განხილული ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი, შეიძლება იყოს განხილული ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული, პროკურატურასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებული და ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები აქ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლობა იქ ფორმალურ ხასიათს არ ატარებდეს და მათ საშუალება რომ გავლენა მოახდინონ პროცესს. რა თქმა უნდა, ამის მონიტორინგს ჩვენ ვიხილავთ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომელიც ასევე იქნება ჩართული პროცესში, რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ აი თუნდაც დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, თუნდაც პირველი სიგნალებიდან გამომდინარე ახალი პარლამენტის რომ პროცესები მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნება ფორმალური ხასიათის. ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ როდესაც ახალი პარლამენტი იკრიბება და მაშინ ზუსტად ტარდება ხოლმე ესეთი ტიპის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მაშინ არის გვისმენთ ხოლმე იმ განცხადებებს, რომ მართველი პარტია არის მზად თანამშრომლობისთვის. ჩვენ ორგანიზაციას აქვს ოფისი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები ზოგადად პარლამენტის მონიტორინგის პროცესში და გეტყვით რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს იყო დამოკიდებული საკითხზე. თუ კი მაგალითად ეს იყო ძალიან მტკივნეული საკითხი, მაგალითად იგივე მოსმენების კანონი, ამ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებები არ იყო ხოლმე გათვალისწინებული, როცა იყო საუბარი სხვა საკითხებში, მაგალითად იგივე უცხოელებისთვის ბინადრობის მოწმობის და ვიზების გაცემის საკითხი, აქ ჩვენი პოზიციები იყო გათვალისწინებული. ანუ აქ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არის ზოგადად მართველი პარტია, რომ ისეთი ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგას დემოკრატიზაციის მიმართულებით, იმიტომ რომ მართლაც მათ ძალიან ბევრი გამოწვევა ექნებათ, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ აქ არის საუბარი სასამართლოს რეფორმაზე, საუბარი არის სამართალდამცავ უწყებებზე, საუბარი არის მოსმენების კანონზე, ეს არის ძალიან მტკივნეული თემები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მათ შორის მართველი გუნდისთვისაც, იმიტომ რომ მათ ხელიდან უნდა გაუშვან კონკრეტული ბერკეტები. და აი დღეს რა კონკრეტული საუბარი იყო, რაც შეიძლება რა თქმა უნდა გარეთ გამოვიდეს, შეხვედრა დახურული იყო. რა თემებზე ღილავს ამ ეტაპზე კონკრეტულად არასამთავრობო სექტორი? ხო, თქვენ ჩამონათვალი იყო პრინციპში, მაგრამ იყო მაინც ზოგადი თქვენ ჩამონათვალი სასამართლო, პროკურატურა, თქვათ იქ ადამიანის უფლებები, ძალოვანი უწყებები, კონკრეტული კანონი მოსმენების შესახებ, მაგრამ აი რა მიგაჩნიათ პრიორიტეტულად იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლებები ადამიანის ქვეყანაში არ შეილახოს. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი, ეს არის სასამართლოს რეფორმა და სამართალდამცავი უწყებების რეფორმა, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც პირველ რიგში უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა და ასევე აქ რა თქმა უნდა საუბარი არის ყველა იმ საკითხთან, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პირდაპირ ეხება ჩვენს ყოველდღიურ ყოფას, ასე ვთქვათ, და ასევე ჩვენ საუბრობდით, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი თვითონ პარლამენტის როლის, როგორც ინსტიტუციის მისი როლის გაძლიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ წინამოწვევის პარლამენტშიც, იმის წინა პარლამენტშიც ყოველთვის ყავდა ხოლმე მინისტრები, რომლებიც ფაქტიურად არ დადიოდნენ პარლამენტში, არ იყვნენ ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ეს ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი პრობლემა. პარლამენტი უნდა იყოს ძალიან ეფექტური, როდესაც საქმე შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს, როდესაც საუბარი არის კონკრეტული საგამოძიებო კომისიების შექმნაზე, ეს კომისიები უნდა შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომელი მხრიდან იქნება ინიციატივა გაჟღერებული, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, მინისტრები უნდა მივიდნენ და გამოცხადდნენ, როდესაც მათ იწვევენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აი ესე დაბალანსების სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იმისთვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტის როლი. ჩვენ ასევე ვსაუბრობდით ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც შეეხება პარლამენტისთვის საპარლამენტო ეთიკის კოდექსის შემუშავებას, ესაც იყო ის საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ. ცხადია, საზოგადოებას ახსოვს ძალიან ბევრი არაეთიკური გამონათქვამი ან
ქმედება პარლამენტარებისა წინა პერიოდის განმავლობაში და ეს არ არის ის საუკეთესო მაგალითი, რომელიც შეიძლება პარლამენტის წევრმა ანახოს საზოგადოებას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ნაბიჯები არის გადასადგმელი და ეს საპარლამენტო ეთიკის კოდექსიც უნდა იყოს ძალიან ეფექტური და მისი იმპლემენტაციაც უნდა მოხდეს ეფექტურად. ბატონო ეკა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალურად ყავდეთ თანამოაზრეები აი ამ პარლამენტის ამ შემადგენლობაში. რამდენად ბევრი გეგულებათ ასეთი, აი მაგალითად ახლა თამარ ჩუგოშვილი ყავდა ეთერში, რომელიც პრაქტიკულად თქვენი კომუნიდან არის, საერთო ენის გამოსანახად რამდენად არის ამ ჭრელ შემადგენლობაში ესეთი დოზირებულად წარმოდგენილი ესეთი ადამიანები, ვინც გეიმედებათ? ახლა თქვენ აღნიშნეთ ქალბატონი თამარი, ნამდვილად სამოქალაქო სექტორიდან არის ის და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ საკითხი ჩვენ ერთადაც გვაქვს წამოწეული, მათ შორის სასამართლოს რეფორმაზე, როდესაც საუბრობთ, ძალიან ხშირად მაშინ, როდესაც იგი იყო საიაში, იგი საუბრობდა კონკრეტულ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი. იგივე პარლამენტის თავმჯდომარეც ისიც არის სამოქალაქო სექტორიდან, შეიძლება ითქვას, იქ არიან ბევრნი, რომლებიც მუშაობდნენ ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, ან არასამთავრობო ადგილობრივ ორგანიზაციაში. ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ